ევროკომისია ქართული ოცნების ბოლო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს. თუკი ამ ზომებს მიიღებენ, ეს გამოიწვევს რეპრესიების გამწვავებას ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებების წინააღმდეგ. ეს სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. აცხადებს ევროგაერთიანება რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში, შეკითხვებით მას სწორედ ამ მედია ორგანიზაციამ მიმართა. შიდა თუ გარე კრიტიკის ფონზე ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია გეგმებს არ ცვლის. ორგანიზაციების თუ ფიზიკური პირების საერთაშორისო დაფინანსებასთან დაკავშირებული ახალი ცვლილებები, რითიც პარტია ფაქტობრივად ყველანაირი უნებართვო გრანტს კრძალავს და მის კრიმინალიზებას ახდენს, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია. ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის ახლა ფორმულას ერთ-ერთ უერთდება. ნატალი, რა საფრთხეებზე ლაპარაკობს ევროკომისია და როგორ ხვდებიან მის კრიტიკას თბილისში? რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ გააკეთა შეფასება ევროკომისიამ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ მორიგ რეპრესიულ კანონპროექტზე გრანტების შესახებ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და საკმაოდ მწვავე და კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა ევროკომისიამ. ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი პირდაპირ აცხადებს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დემოკრატიული სივრცეების მკაცრად შეზღუდვას და ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე ევროკომისია აცხადებს, რომ ის შეუსაბამოა ევროპის სამართალთან, არადა ქართული ოცნების კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია ოლიგარქის გუნდის მიერ, რომ თითქოს ეს ცვლილებები თავსებადია ევროპის სამართალთან. გასული კვირის განცხადებები მოასწავებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიის კიდევ უფრო გამწვავებას, რომელიც ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის მკაცრად შეზღუდვას ისახავს მიზნად. თუკი ამ ზომებს მიიღებენ, ეს გამოიწვევს რეპრესიების გამწვავებას ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებების წინააღმდეგ. ეს სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. იურისტები, კონსტიტუციონალისტები და ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არის უკიდურესად ანტიდემოკრატიული, უკიდურესად მავნებლური და ოლიგარქის რეჟიმის ამოცანა არის, რომ სრულად გააკონტროლოს განსხვავებული აზრი და ჩაახშოს თავისუფალი ხმა. იურისტები ამბობენ, რომ კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეს კანონპროექტი. დიდი ხანია ევროკავშირისგან გვესმის, რომ მთელი ეს კანონმდებლობა ცალსახად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპებს. ქართული ოცნება კი განზრახ საბოტაჟს უწყობს ამ პროცესს. უწყობს იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს დემოკრატიული პრინციპების დაცვას, დემოკრატიული პრინციპები კი გულისხმობენ ძალაუფლების, ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვას. ქართული ოცნება ცდილობს შეინარჩუნოს ერთპიროვნული ძალაუფლება განსხვავებული აზრის მოსპობით და შესაბამისად ამისთვის ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიდის ამ არადემოკრატიულ ნაბიჯებზე. გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციურ პრინციპებთან და თავისთავად ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებთან და ასეთი რეპრესიული კანონმდებლობა და ჩვენ ხვდებით, რომ ეს ცალკე არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ გრანტების შესახებ კანონში ბოლო პერიოდში შესატან ცვლილებებზე, არამედ მთელ რიგ კანონებში შეტანილ ცვლილებებზე ერთობლიობაში ეს თავისთავად კიდევ უფრო გვაშორებს ევროკავშირთან, ევროპულ ღირებულებებთან. საბოლოოდ ქოლავენ იმ დარჩენილ შესაძლებლობებს, რომელიც არის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ემსახურება განსხვავებული აზრის დევნას, საერთოდ განსხვავებული აზრის გაქრობას ჩვენს ქვეყანაში. ეს ემსახურება იმ ელემენტარული დისკომფორტების აღმოფხრას, რომელსაც გრძნობს დღეს ოცნების რეჟიმი, იმის გამო, რომ ძალადობს ქვეყნის მოსახლეობაზე და ყველა მიმართულებით აწესებს აი ამ დრაკონულ რეგულაციებს იმისთვის, რომ საკუთარი დისკომფორტი აღმოფხრას. რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკური არის ევროკომისიის სპიკერის განცხადება, იმიტომ რომ შეუძლებელია კანონი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ყველა ორგანიზაციის, ყველა ადამიანის ნებისმიერი ტიპის აქტივობის გადაწყვეტა დაუკანონდეს და პრივილეგიად ექცეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და მის რეჟიმს. ეს შეიძლება იყოს ახმული როგორც რაღაც დასავლურ სამართალთან თავსებადი გადაწყვეტილება. საერთოდ ბოლო 1 წლის მანძილზე მიღებული ყველა კანონი არის სრულ წინააღმდეგობაში ევროპულ სამართალთან, მათ შორის ევროპული ინტეგრაციით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეს არის გამიზნული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის.
ოცნების პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა ეს კანონპროექტი ამ პაკეტის მიხედვით ხელისუფლება შეიძლება რომ გრანტად მიიჩნიოს ნებისმიერი რამ არა მხოლოდ ფულადი ტრანზაქცია, არამედ ნებისმიერი ნატურალური ფორმით გაცემული რესურსები, ასევე პოლიტიკურ საქმიანობად შეიძლება შერაცხოს ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობა და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრას ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ.